პირველ რიგში მინდა რომ ამ ახალი სანქციების თემით დავიწყოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. გიორგი გამარჯობა, მადლობა ხარჯვათა ერთად. როსნეფტ და ლუკოილი დაასანქცია ტრამპმა. და ჩაშალა შეხვედრა, რომელიც უნგრეთში იყო დაგეგმილი პუტინთან და თქვა რომ ახლა შეხვედრას აზრი არ აქვს. აი ისევ ზიგზაგებით მიდის ეს პროცესი, ხო? გარდამავალი უპირატესობით შეიძლება ვთქვათ. მაგრამ ყოველ ჯერზე ცენტრი წანაცვლებულია უფრო უკრაინის სასარგებლო პოზიციებისკენ. ხო, აი ეს ტენდენციას ხედავ თუ არა შენც და დილამ შვიდობის მადლობა რომ მომიწვეთ. რაც უმნიშვნელოვანესია, ტრამპმა ეხლა დაასანქცია ეს ორი უდიდესი კომპანია რუსეთისთვის. და რასთავარია დაასანქცია არა მისი მოწილეები, თქვათ როგორც ადრე ხდებოდა, არა თვითონ კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შვილობილ კომპანიებსაც ძალიან გაუჭირდებათ, ხო? ოპერირება, მათ შორის საქართველოში ოპერირებენ და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში და საქართველოს მართლა იქცა რაღაც სარეცხ მანქანად. რუსული ფულის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ აწყობს დასავლეთს ის, რომ საქართველოს გათავისუფლდეს ბიზნეს ივანიშვილის მმართველობისგან, იმიტომ რომ სინამდვილეში ბიზნეს ივანიშვილი თუ რამეს ეხმარება რუსეთის ომის წარმოებას და ეს სრულად ნათელია. რაც შეეხება თვითონ რუსეთის პოზიციას, მე მგონი ცხადია, რომ უბრალოდ პუტინს ისე ესახება, რომ არა აქვს გამოსავალი ვინაიდან როგორც ჩანს იგი დარწმუნებულება, მას აქვს რაღაც მოყვარული ისტორიკოსის უნარები და ხშირად ლაპარაკობს ხოლმე ისტორიაზე, რაღაც ძალიან დამახინჯებულად და ინტერპრეტირებულად, მაგრამ აშკარაა, რომ ხშირად უკირკიტებს ხოლმე ისტორიას და როგორც ჩანს, ეს ნამდვილად გაიგო რუსეთის ისტორიიდან, როცა მოკლე ვითომ წარმატებული ომი იწელება და მარცხისკენ მიდის, მე იმ ხელისუფალს იშორებს ხოლმე რუსეთი და იშორებს ძალიან ბრუტალურად და როგორც წესი ის ადამიანები, ვინც იომა ესეთი ომი მერკვდებიან ხოლმე და სხვადასხვა ფორმით და ყველაზე უფრო მძიმე ფორმა ნიკოლოზ მეორე მაგალითად, ხო? და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაც ამ გზას რაღაცნაირად ხედავს ის თავისთვის და ამიტომ მე მგონი მისთვის პიროვნულად უკვე მნიშვნელოვანია ეს ომი გაგრძელდეს იქამდე, სანამ ის ცოცხალი იქნება, რომ რაღაცნაირად ეს საფრთხე აირიდოს თავიდან, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ მის რაღაცნაირ ძალისხმევას იმისკენ, რომ ეს ომი თუნდაც მისი გარკვეული წარმატებით დამთავრდეს, იმიტომ რომ აშკარად ისეთ პირობებს აყენებს, რომელიც რაციონალურად შეუძლებელია, რომ ვინმე შეუსრულოს ყოველ ჯერზე. ხო, ეს ყველა იხსენებს, რომ ისტორიის გაკოცრება, ის ისტორია ჯერს ხო ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ლაპარაკობს აბსოლუტურად მცდარ რაღაც ისტორიულ ნარატივებს ყვება. და თვითონაც მოცულია აშკარად ამით, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ უნდა რომ ყველას ლექცია წაუკითხოს ამაზე. ხა ტრამპთანაც შეხვედრაზე მისი ინსტინქტი გეყო, რომ აი ისტორიაზე უნდა ილაპარაკოს, ხო ეს აი რაღაც მეძინსკი რო ყავდა, რომელიც მოლაპარაკებელიც იყო სხვა შორის, ის იყო ერთ-ერთი აი ესეთი შემა, ვისაც მოქონდა ეგ ნარატივები აშკარად მასთან. ლავროვმა ამას თქვა თუ გახსოვთ ესეთი ფრაზა, რომ პუტინის მასწავლებლები არიან პეტრე პირველი, ეკატერინე და ივან გროზნი. და მე არ მგონია მაინდა-მაინც კარგი მასწავლებლები ყავდეს. ხო, და თან იტყობა რაღაც ასაკში რომ შევიდნენ, დაბერდნენ ხო ხა ეგენი ყველანი და თან ბევრი ფულიც შოვის გამაკონტროლებელი არაფერი არ ქონდა რაღაცა და გადაეშნენ ამ რაღაცა ტკბობა ფლობაში ამ ძალაუფლების და აბსოლუტურად დაკარგეს საღი აზრიც. აი პუტინის თავი პრობლემა ხო რა არის, ამ თელ ამ ომის დაწყებიდან საღი აზრი აქვს დაკარგული. ხალხთან კონტაქტი თლიანად რო იკარგება, ძალიან ხშირად ხდება საღი აზრი დაკარგვა, რაც ბიზნეს ივანიშვილს მაგალითად კი, და სხვა შორის ბევრი დიქტატორში ამას ხელი შეუწყო კოვიდმა. იმიტომ რომ ისაც იზოლირებული ხალხი კიდევ უფრო იზოლირებული გახდა, როგორც საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. ხო, პუტინ ფაქტობრივად მე-6 წელია ხო ბუნკერიდან არ ამოსულა, თუ მე-7 წელი უკვე ხო 2020 წლიდან როცა დაიწყო კოვიდის ამბავი, ფაქტობრივად მე-6 წელი თავდება და ეს ძალიან ეს დიდი მნიშვნელოვანი ამბავია, მოკლედ ახლა ნახოთ რა გაგრძელება იქნება. მე მგონია რომ ეს ძალიან სავალალოა რუსეთისთვის ის რაც ხდება, იმას რასაც პუტინი აკეთებს, მე ვფიქრობ რუსეთის ისტორია შეაფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ შეცდომას, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის დამცრობას და დასუსტებას ძელვადაში და ეს ყოველთვის ასე მომხდარა, როდესაც მათი ეს მოკლე ვითომ გამარჯვების მომტანი ომი იწელება და მაცხით თავდება იგივე იაპონიის ომის დროს, იგივე ავღანეთის ომის დროს, ყირიმის ომის დროს, ყოველთვის ამას მოყვებოდა რუსეთის დამცრობა და შეეძლო პუტინს მაგალითად თავის მასწავლებლად ექცია ალექსანდრე პირველი, რომელიც რაღაცნაირად შემოიტანა რუსეთში ყველაფერი ის, რაც მერე ვინმეს მოსწონდა, ხო და აქედან გამომდინარე მან არ აიჩია ეს გზა, აიჩია ეკატერინეს და ივან გროზნის და რომელიც ისე გარდაიცვალა ფაქტობრივად ომის და უბედურების პირას იყო რუსეთი მთელ ევროპასთან მაგალითად ეკატერინე როცა გარდაიცვალა და აქედან გამომდინარე მე არ ვფიქრობ, რომ ამას კარგად შეაფასებს ვინმე, იმიტომ რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის დამცრობას და ყოველი დღე როდესაც ეს ომი გრძელდება, მისთვის იქნება კიდევ უფრო ძნელი, აუტანელი და ფაქტია ეს ომი შესაძლებლობა
იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის ეს ნავთო რესურსი ხო რაღაცნაირად ჯერ კიდე აძლევინებდა ამობს და მათ შორის ისიც რომ ნახევარს ამ ნავთობისა ყიდდა ჩინეთში და ინდოეთში. ეხლა ფაქტია, რომ ინდოეთთან მოლაპარაკებები ტრამპის უკეთესობისკენ მიდის და შეიძლება საერთოდ ინდოეთმა უარი თქვას რუსულ ნავთობზე, ეს იქნება 25%-ის დაკარგვა. ამავდროულად უკრაინელები ძალიან ეფექტურად ურტყავენ ამ ნავთობპროდუქტების ყველაზე უფრო ისეთ წერტილებს, რომელიც აწარმოებს რეალურად ამ ნავთობს და ამას ემატება ის, რომ აგერ ყველაზე დიდი ნავთობწარმოებელი სანქცირდებიან. ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, ისედაც ძალიან შეჭირვებულ ეკონომიკაზე, იმიტომ რომ თვითონ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე წელს თუ მოусმენთ თვითონ რუსი აი პუტინზე ედგული ექსპერტები იძახიან რომ ასე გაგრძელება იქნება ძალიან რთული და ფაქტობრივად შეუძლებელი. და საუბარია 100 მილიარდიან დეფიციტზე ბიუჯეტში, ანუ პირდაპირ ამ შემოსულობებზე, რომელიც და ამ ნაწილში ხა ჩვენ გამოჩნდა ჩვენი ყულევის ტერმინალი, რომელიც მაკასეთთან დაკავშირებული ან კოტე გოგელის, ანუ რუსებთან ხა რაღაცებს უნდა დავარქოთ ხოლმე პირდაპირ სახელი. ეს არის რუსული აგენტურა. გოგელიას ფულზე როცა ლაპარაკობთ რუსულ ფულზე. ხო, ანუ ეს ყულებში მისცეს საშუალება რომ რაღაც პატარა წესით პატარა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც დიდ რუსულ ნავთობს ატარებს. ეხლა საზღვაო იმან კი თქვა ჩვენმა სააგენტომ რომ ეს სანქცირებული არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივ ჩრდილოვანი ფლოტილია აქვს რუსეთს, რომელთაც ნავთობის გადაადგილება ხდება. ჩვენ ჩავერთით რუსეთის მხარეს, ხო, აი ამ რაღაცა ზუსტად. ამ ამბავში. და ხელისუფლება რომელიც იძახის რომ საქართველოს ომი უნდა არიდოს ყველაზე ახლოს მიდის ზუსტად ამ ხიფათის მოტანასთან საქართველოს, როცა ესეთ რაღაცას ეთამაშება, ხო? იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ეს არის პირდაპირ რუსეთის ომის დაფინანსება, პირდაპირ. აი პირდაპირ. მეტი არაფერი არ ქვია ამას. იქ მათ შორის ქართველი ჯარისკაცების ყველობის დაფინანსება და ასე ღია ღალატი მე ვფიქრობ ძალიან იშვიათად რომ ხელისუფლებას უკადრებია საკუთარი მოსახლეობისთვის და მე ვფიქრობ ამისთვის ქართულოსნება დაისჯება იმ არაქართული პოზიციისთვის, რაც გამოიჩინა განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში. ხო ეს ღალატის კომისია, რომელიც იყო წულუკიანის ეს სამარცხვინო აქტი, რომელიც მე ვფიქრობ არ იქნება რამე ანალოგის მქონე საქართველოს ისტორიაში და დარჩება აი ამ რაღაც მართლა სამარცხვინო სიმბოლოდ. იგივე ქართველი მებრძოლების სახელების გადაცემა, რაც ვნახეთ, რაღაც არაერთი ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურებინა რუსეთს და შურისძიების ქვეშ მოაქცია და მე ვფიქრობ აი ესეთი ფაქტებიც ასევე აი ამ სამარცხვინო ნუსხაში ჩაიწერება და მე ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს რომ არასდროს აღარ განმეორდეს. ამასთან ერთად მე მინდა რომ შევხვდით ღარიბაშვილის ამბავს, რომელიც არ მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, მათ შორის იმის აღსაქმელად თუ რა მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როცა ივანიშვილზე ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ ხანდახან ამის წარმოდგენაც კი რთულია ხოლმე, ხო? ივანიშვილი მოიქცა ყველაზე სასტიკად, მოიქცა თავის ყველაზე ერთგულ მონას. და გაუგებარია რისთვის? მე მგონი მხოლოდ მონას არა, მე მგონი რომ თუ ჩვენ ქართული ოცნების ხალხთან რაღაც კონტაქტი გქონდა, საქართველოა და ყოველს გვიწევს ხო რაღაც კონტაქტი, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და ეს ჩვენი პლუსიც არის და მინუსიც არის, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით ერთი კონკრეტული რამ. ეს არის რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოზიციონირებდა და ბიზნეს ივანიშვილის პოზიციონირებდა ასე. იყო ბიზნეს ივანიშვილის შვილობილი, ფაქტობრივად, ხო? ის მას ასე ეპყრობოდა და რაც თავია თვითონ ირაკლიც მას ასე ეპყრობოდა. ადამიანმა საკუთარი შვილობილი გაწირა რისთვის, ხო? გაანასეთკა, ხალხო. აი წარმოიდგინეთ, ის კი არ ქნა უბრალოდ რომ დაიჭირა ან რაღაცას დასაჯა ან გამოიჭირა რაღაცაში რაც არ იცოდა, რაც ასევე ტყუილა, ყველაფერი იცოდა ძალიან კარგად, ხო? გაანასეთკა, ეხა 2 დღეა გვიყვება, რომ მოიყვანეს მისი შვილობილი და დააწერინეს ჩვენება სხვა ხალხზე. რომელიც ალბათ რამდენი იქნება ლეგიონი ალბათ, ხო? იმიტომ რომ ყველას ფული აქვს მოპარული ქართულ ოცნებაში ფაქტობრივად. და ეხა მე დარწმუნებული ვარ, აი ძალიან შემზარავი რამ ხდება ხო ამ ქართული ოცნების წევრების გულში, იმიტომ რომ გამორიცხულია მაგათ ღამე ეძინოთ. იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ თელ საქართველოს თავი შეაზიზღეს ამ მომხვეჭელობით. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, იყო ეს ბიზნა ივანიშვილი. ამ ბიზნა ივანიშვილს ეხლა მათთვის თუ კარგად იქნებიან მასთან სანქციები მოაქვს, რაც არ აწყობთ და თუ კიდე მათზე ეს პარანოიდული რაღაც ისენი გაუჩნდა, აღმოჩნდება რომ სინამდვილეში შეუძლია რომ გაწიროს ვინაიდან. აი ხა რა გამოდის ხო ბიზნა ივანიშვილი ამბობს რომ მის მიერ არ იყო სანქცირებული ღარიბაშვილი ფულს აკეთებ და ამას ვინ დაიჯერებს ხო? ეს მან არ იცოდა 13 წელიწადი, როცა ტელევიზორში აქ ნათქვამი რომ იცოდა თვითონ, ხო? როცა პირველი პრემიერ-მინისტრობის ვადა დაუთავდა ღარიბაშვილს. აღიარა ეს პრაგმატიზმი. აღიარა ვინც ღარიბაშვილმა გამდიდრა იმ ხალხს რა ბელდიელის ხა.
იქნებ სწორედ მათი სახელები დაწერა იქ, ხო? ან ვინც არ დაგვიგოს რომ ამ დროს ლევან ხაბაშვილის ქთამის შეთავაზების თვის ხო ციხეში მაგის გამო ხო დაიჭირეს და ანუ თუ კანონოს შემოსავლებზე და ქთამის აღებაზე ლაპარაკ მაშინ ისინიც უნდა დაიჭირონ ვისგანაც ვინც ქთამი მიიტანა ხო ღარიბაშვილთან და ადამიანს გუშინ ძალიან ბევრი თქვა რომ კორუფციაო და უკანონო შემოსავლა საერთოდ სხვადასხვა დანაშაული კი სხვა დანაშაულია მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს კორუფცია უფრო მეტი დანაშაულია ვიდრე უკანონო შემოსავლები და სინამდვილეში ის გულისხმობს შეიძლება კონვენციული დანაშაულიც კი იყოს მაგალითად ტრაფიკინგი იმიტომ რომ ან იქ არ სადარწერა რომ ეს კორუფციული ფული იყო ხო იქნებ იარაღის გაყიდვის ფულიც იყო. იქნებ წამლის გაყიდვის ფულიც იყო. ხო ეს თავისთავად აბსურდია რომ არც არ გვეუბნებიან ამის შესახებ, ხო? ეს სიგიჟეა, რაც შეიძლება ჩვენ მონაწილეობთ. ამიტომ ეს არ არის საქართველო. ქვეყანა, სადაც ადამიანი ყველაზე უფრო დიდი ძალაუფლების მქონე საკუთარ შვილობილს ასე ექცევა, ეს არ არის ეს ქვეყანა საქართველო. ჩვენ არ ვიზდებოდით ისე რომ ამ ქვეყანაში გვეცხოვრა. და საქართველო არ ყოფილა არასდროს ესეთი ქვეყანა და ამისთვის აი ძალიან მარტივად რო გავიხსენოთ, ხო? პირველი ქართული ნაწარმოები რაზე დაიწერა ხალხო? იმაზე დაიწერა რომ ადამიანი კაცი ქალს მოექცა საშინლად. დაამცირა ის ხალხში, აფურთხა და ცემა. ხო? და ამას ვასწავლეთ ყველგან ჩვენს მონასტრებში ასწავლიდნენ, ხო ჩვენ რაც სკოლები გაკეთდა ამ ქვეყანაში იმის მერე სკოლაში ვასწავლეთ და ხელს გვიწყობს ისო ქართული ენა არც კი შეცვლილა ისე ძალიან რომ იგივე ტექსტი ორიგინალში ვერ წავიკითხოთ, ხო? და რა გამოდის, რომ რასაც 1600 წელია ერთმანეთს ვასწავლეთ და ჩვენ შვილებს უკითხავთ როგორც სამარცხვინეობის, ხო? არაქართული საქციელის და ღალატის ქვეყნის მაგალითს. პირველად ეს ხდება ჩვენ თვალწინ ხელისუფლების მიერ ჩადენილი და ვითომ არაფერი არ ხდება, აქეთ კიდევ ვიღაც გვიმტკიცებს, რომ ეს არის ქართული გზა. რანაირი ქართული გზა არის, ისაც მზია ამაღლებელმა გამოიარა. ზუსტად ის არის, რაც რის გამოც ვარსკენი აღწერილია, როგორც ხეცი, ხო? და ან როგორც მგელი და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის სიმბოლური ამბავი, რომელიც გუშინ მოხდა, რომ მზია ამაღლებელმა მიიღო სახაროვის პრემია, ჩვენ უნდა გვაბრუნებდეს იმ საქართველოსთან, რომლის ამბებითაც ჩვენ გვზდიდნენ, რომლის ამბებით ჩვენ წაგვიკითხავს და რომელიც ჩვენ თვალწინაც ცოცხალი იყო ძალიან ცოტა ხნის წინ, ხო? თორე მე არ მესახება საქართველოს, სადაც ადამიანები მოითფენდნენ, ან თუნდაც ხელისუფლების ან პოლიციელები მოითფენდნენ, არათუ მონაწილეობას მიიღებდნენ, ან მოითფენდნენ კიდეც ქალის ცემას და შეურაცხყოფას, დამცირებას და ფურთხებს. მე არ წარმომიდგენია ასეთი საქართველო, არც საბჭოთა საქართველოში სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ხრეტდნენ. არც რა ვიცი, დამოუკიდებლობის სხვა ჯიში არის, მართლა სხვა ჯიში. ეს არ არის ამიტომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ეს მე მინდა თუ ვინმე უსმენს ახლა ქართული ოცნების ყოფილი მხარდაჭერი თუ ჯერჯერობით რომ ისე მაგბანაკში მოიაზრებს თავს ხალხო არ არის ამ ქვეყანაში ოჯახი ვისაც აწყობს ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ არის ასეთი ოჯახი ღარიბაშვილზე უფრო ახლობელი ოჯახი ვინ უნდა ყოფილიყო ხო ბიზინა ივანიშვილის და ისიც ისე გაწერა საკუთარ შვილობილი განასეთკა ხო რა გამოდის რომ მისთვის არ არსებობს არანაირი შემაკავებელი ფაქტორი. ერთადერთი მისი სურვილი არის ამ ფულის მოხვეჭა და ეს ძალაუფლებაც იმიტომ უნდა რომ ეს ფული რაღაცნაირად გაიმრავლოს, ხო და ბოლოს აგერ ნახეთ აღმოჩნდება როგორც ბენალის ჰქონდა 30-მდე მილიარდი, როგორც მუბარაკს ჰქონდა 80-ზე მეტი მილიარდი მოპარული და ეს სახში ზოგჯერ ქეშად უპოვეს და ზოგჯერ შენახული სხვა ბანკებში. ზუსტად ესე აღმოჩნდება, 8 კი არა, 90 მილიარდი ექნება, ან 80 ან რაღაც ასეთი, იმიტომ რომ საქართველოს აქცია რუსეთის სარეცხ მანქანად ფულით და ამ ფულით ისევ ქართველებს ხოცავენ და უკრაინელებს ხოცავენ. ესეთი რაღაც არ შეიძლება არავის არ აწევს და არც ერთი ქართული ოჯახი არ არის, ვისაც ეს ქართული მოძრაობა დღეს ბიზინა ივანიშვილისგან გათავისუფლების არ მიიღებს და გვერდით არ დაიყენებს, თუ კი ასეთი სურვილი იქნება და მე ვფიქრობ, ეხლა არის დრო, რომ ყველა მიხვდეს ამ ქვეყანაში, რომ არავისთვის აღარ არის უკვე უსაფრთხო ბიზინა ივანიშვილი, არავისთვის. წესით აი ღარიბაშვილის ოჯახი კი მიხვდა მაგას, მაგრამ და სხვებისთვისაც ხო, რა უნდა გააკეთოს, როგორი უნდა იყოს, რომ ივანიშვილმა არ გადაგიაროს. აი მოდი ეს რო დავსვათ კითხვა. არ არსებობს ეს კრიტერიუმი და ერთ-ერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს, რომ იმ დროის კონკრეტულ მონომენტში მას აწყობდე რაღაცით, მის ფინანსებს ამრავლებდე რაღაცის გამო.
ხო? რაღაც სხვა არ არსებობს კრიტერიუმი. თუ ღარიბაშვილმა ეს ვერ დააკმაყოფილა, ესე იგი არ არსებობს ეს კრიტერიუმი. ხო, ან ისეთ რაღაცაზე გადის, რაც არ ამგონია, რომ ნორმალურ ადამიანს უნდადეს, რომ აკეთოს, ხო? იმიტომ რომ ღარიბაშვილის იქეთ მლიქნელობა, ღარიბაშვილის იქეთ თითლიბაზობა უკვე წარმოუდგენელია, მე მგონი რა. იმიტომ რომ ისეთი ცუდი სიტყვა, მაგრამ უნდა ვახსენოთ, ხო, საბჭოთა ელფერის პათხალი მაჟი მოუწყვია ღარიბაშვილს, რომ ეს არის მართლა შემზარავი სანახავი და მე არასდროს დამოვიწყდება, ხო? და ამის იქეთ თუ არის საჭირო რომ ადამიანი შეეტენოს ბიზნეს ივანიშვილს ან ყველაფერი შეუსრულოს, მე მგონი ეს არ არის ნორმალური და არც ეს არ არის საქართველო. და მე ვფიქრობ, რომ ყველა ვიცით სინამდვილეში რაზე ვიზდებოდ ერთმანეთის პატივისცემ ადამიანურობას და ბიზნეს ივანიშვილი არა ადამიანია. ესე მოგცეო რომ ესე რო ექცევი საკუთარ შვილობილს, საკუთარ ახლობლებს, ხო? ეს არა ადამიანობაა და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ადამიანს ეს სიკეთეს მოუტანს საქართველოში. ეს მართლა ხო ვიცით თუ თავის ყველაფერი არაბი დააჭერინა ბოლოს, ხო რომ ფულს პარავენ. ეს ფულს პარავენ მისი ხო ცოლის დისკმა მე მგონი. ყველა დააჭერინა, ყველას რაღაც დროს ყველასთვის დაბრალებული აქვს რომ ფულს პარავდა. თან მას ახასიათებს ერთი რამ კიდე, რაც კიდე ერთი აი ბედურება არის, რომ ადამიანს დააბრალებს, რომ შენ მე ფულს მპარავ, მე მომპარებ, შენ ქურდი ხარ. და ახლა გაგაგდებ სახლიდან. მაგრამ მე ერთ წელიწადში დაგიძახებ და მე შეგირიგდები. მაგრამ ის ქურდი რო ხარ, ის დარჩება როგორც ნათქვამი და შენ შეირიგებ ამას, რომ ქურდი ხარ, მაგრამ მაინც შემოგირიგე ერთ წელიწადში. ამ სოციუმში რო ქურდი. ხო, თავის დაიდებ ესე ლამაზად და დაждები ისევ. აი ამას ვამბობ, რომ ეს არ არის საქართველო. როგორც თქვა გალაქტიონმა არის ავტომოტოველო, თითქოს არის ოჯახებიც, მაგრამ ეს არ არის საქართველო. კი, ნამდვილად ეგეთი ვითარება არის ნამდვილად. რუსთავის პროტესტები და თქვა, რაცა ნამდვილად არ არის საქართველო, კიდე ეს არ არის საქართველო, რომ აქციის ქუჩის გადაკვეთის გამო ადამიანებს აკავებენ, უშვებენ ციხეში, უბედურებას აწყობენ. ციხეები გადატვირთულია 80 წლამდე ადამიანებს. კი, ყველა ასაკის ადამიანს უშვებენ უკვე ციხეში და გუშინ ერთი აქტივისტი ავიდა პატრულის მანქანაზე. რამდენიმე სამარცხვინო პროპაგანდისტი მე ამოდა აი ხალხს გამოიყენებს ოცნებად რაღაც. იქ ხალხი რომელიც სულ მოგვიწოდებს რომ რაღაცა უნდა გამოვიცნოთ ოცნების რაღაც ნაბიჯები. ან და იმას გვეუბნება რომ გეგონება ოცნების ენას ძვალი აქვს. ხო, ძვალი აქვს და რაღაცა მოარგებთ. გამოიყენებს და არის რაღაცა რასაც გამოიყენებს. რასაც არ გამოიყენებს, იმას მოიფიქრებს და ისე გამოიყენებს. იმიტომ რომ არიან ადამიანები აგერ იგონ ნარმანია იჯდა ხო ცოტა ხნის წინ და 11 წლის რო იყო იმ ამბავს აბრალებენ, რაც მე მაგალითად ერთხელ დამეწერა ადამიანმა რომ ისიც გეყოფა 2008 წლის ომის დროს გაიქეც თანამდე ომი ატოვე და აზერბაიჯანში წახვედე. 2008 წლის ომის დროს 14 წლის ვიყავი. რა გითხრათ, აბა. ანუ რაც რის საშუალებასაც ძალიან მიცემთ, იმას ისედაც მოიფიქრებენ და გამოიყენებენ. უბრალოდ თავარი ამბავი არის რომ დღეს დარწმუნებული ვარ ის ოჯახებიც კი რომელიც ყოველთვის უყურებდნენ იმედს გადმორთავენ ამ არხებზე, იმიტომ რომ გაიგონ რა ხდება მათ თავს. იმიტომ რომ რაც ღარიბაშვილის თავს ხდება, იმას იმედზე არ გამოაცხადება. და სინამდვილე არის რომ რაც ღარიბაშვილის თავს ხდება, ისე დღეები რეიტინგების აი პრინციპი ამოწყელდება ხოლმე რა. რეალურად ხო სატელევიზიო რეიტინგები იყო პოლიტიკურ რეიტინგებს. აი ეგეთ რაღაც ჩამოყალიბდა რა. ეგრე როგორც პოლიტიკურად იყოფა საქართველოს, ისე იყოფა სატელევიზიო რეიტინგებიც. და აი მასე დღეებში რაც ქვეყანაში დაძაბულობა იმატებს იმედის მაყურებელი მოდის ოპოზიციურ ტელევიზიაზე. იქ ვერიგებენ რა ხდება ქვეყანაში. ანუ იქ ჩვეულებრივ დღეებში იქ უნდათ რომ მომასპენინება რაც მე მინდა ის მომასპენია რომ ქვეყანა რომ იქცევა ხო უნდა რომ გაიგოს ქვეყანა რომ იქცევა. ვითომ ყველაფერი კარგად არის ხომ თავდება იმ დროს ფანჯიდან რაღაც ხმა გესმის. და აშკარად არ არის ყველაფერი კარგად. ამიტომ მე თავენ რა თქმა უნდა ის დიდებული საუკუნე თუ რაღაც რო გადის იმედზე და თურქეთის ისტორიის საუკეთესო წლებს ეძღვნება, ხო? ეს ხო არ არის პასუხი იმაზე რა ჩვენგან შემოხდება. ამიტომ ის ხალხი ვისაც დღეს აინტერესებს ღარიბაშვილს რა ხდება ღარიბაშვილის თავს, აუცილებლად გადმორთავს აქ. და ამ ხალხს მინდა უთხრა ისაც დღეს ღარიბაშვილის თავს ხდება, აუცილებლად თქვენ თავსაც მოხდება თუ ჩვენ ბიზნეს ივანიშვილს არ მოვიშორებთ. იმიტომ რომ არ არსებობს კრიტერიუმი, რომელსაც მოერგებით რომ ამ კაცს ბოლომდე ასე ამოვიდა. აი არ არსებობს იმიტომ რომ არ არის ეს კაცი ადამიანი, ის არა ადამიანია და ეს ცხოვრება მაგიტო დაემსგავსა გიჟის მონათხრობს როგორც არის მაკბეთში, ხო, როგორც შექსპირი აღწერს, აი ზუსტად იმიტომ დაემსგავსა რომ მას არ აქვს ადამიანური ღირებულებები და ეს ადამიანური ღირებულებები რაც ამ ქვეყანას აქცევდა საქართველოს. იმას რომ ჩვენი ბებიები, ჩვენი დედები, ჩვენი დები, ჩვენი ძმები გვიყვარდათ სხვანაირად და დღეს ამ ხალხს ხო რასაკეთებინებენ ერთმანეთზე აწერინებენ დანოსებს, ანასეთკებენ, საკუთარ შვილობილებს იჭერენ. ხალხო, ესე არ შეიძლება, ეს არ არის ნორმალური. და სანამ ჩვენ
რახან ბევრი ხალხი აკეთებს დღეს ამას, ეს არ შეიძლება ნორმალურად ვაქციოთ. ეს სხვათა შორის სიტყვებია ხო იუნგის ცნობილი, რომ რახან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ თავი მოიგიჟიანოს, ეს არ ნიშნავს რომ ეს ნორმალურია. და ეს მაშინ შეიძლება ნაციზმის აღზევებას ეძღვნებოდა, მაგრამ ზუსტად ჩვეულებრივი ხალხის გაჩუმებით დაიწყო ხო ეგ აღზევება. და ეს ამის საშუალებას არ ვაძლევთ დღეს ბიზნეს ივანიშვილს და სიამოვნებაში მთელი საზოგადოება იბძვის და ეს პროტესტის ფონები იქნება ყველანაირ და სხვადასხვანაირ და ეს პროტესტი არ გაჩერდება სანამ ბიზნეს ივანიშვილი იქნება ხელისუფლების სათავეში. თბილისში, ყველა ქალაქში იქნება ხალხი, რომელიც გამოვა ქუჩაში და მას ხელს შეუშლის. აუცილებლად ესე იქნება, იმიტომ რომ სიამოვნებაში ვიცით, რომ ერთადერთი ქვეყანას, ერთადერთ საზოგადოებას, ერთადერთ კულტურას, რომელიც გვართმევენ. და ეს არ არის მსოფლიოში უკანასკნელი კულტურა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი, ძველი და საინტერესო და არ მივცემთ მას საშუალებას, რომ მოინელოს იმ ადამიანობის მორევში, რასაც ატრიალებს, იმ სისასტიკეში, რასაც ატრიალებს. მადლობა ძალიან დიდი გიორგი მედაშვილი იყო ჩვენთან ერთად კოალიციის წევრების წარმომადგენელი.